მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. Სოლიდარობა მზია მოგლობელს და ყველას ინდისის პატიმარს. მეწყერი ჩამოწვა და შიდა საავტომობილო გზა ჩაკეტა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში. როგორც აქ მცხოვრები ალექსანდრე თუმანიშვილი გვეუბნება, მიწის მასა გზაზე 2 დღის წინ ჩამოიშალა. მისივე თქმით, მუნიციპალიტეტის მერიისგან გზის გაწმენდის დაპირება მიიღო. სოფელში მეწყერი 1 წლის წინ ჩამოწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროცესი გრძელდება, შედეგად კი საცხოვრებელი სახლები და კარ-მიდამო ზიანდება. რა ხდება მეწყრულ ზონაში? თემაზე ვრცელ სიუჟეტს ხვალ შემოგთავაზებთ. მანამდე კი მოусმინოთ ალექსანდრე თუმანიშვილს. შემოდგომით შემოდიოდი ჩვეულებრივ რა. ახლა ეს 3-4 დღეა უფრო მოემატა. გამგებელთან შევთანხმდით, რომ ცოტა ეს თოვლი და რამე დადნესო და გზას გაიკეთებთ რა. სამცხე ჯავახეთში უკანონო ხე-ტყის სარგებლობის 26 ფაქტი გამოვლინდა თებერვალში. ინფორმაციას გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით გასულ თვეში საქართველოს მასშტაბით ჯამში 206 უკანონო ტყით სარგებლობის ფაქტი გამოავლინეს. მათგან 157 ხე-ტყის უკანონო მოპოვება ტრანსპორტირებას ეხება, ხოლო 59 სახერხი საამქროების მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევას. ამავე წყაროს ცნობით გამოვლენილი სამართალდარღვევებიდან 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, რომლებიც რეაგირებისთვის შესაბამის უწყებას გადაეცა. X-News და Prime Times ჯამში 6300 ლარს გადაუხდის ასპინძის მუნიციპალიტეტის მერია. მუნიციპალური ღონისძიებების ანონსების, ინტერვიუების გაშუქებაში ამის შესახებ გამარტივებული შესყიდვა ასპინძის მერიამ 28 იანვარს უკვე გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით X-News 1 წლის განმავლობაში თვეში 300 ლარად ევალება მუნიციპალური ღონისძიებების, ანონსების და აქტივობების გაშუქება ფოტო-ვიდეო მასალების სახით, ხოლო Prime Times მასალების განთავსებისთვის მერიამ 3000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების მიხედვით ონლაინ გამოცემებმა მუნიციპალური აქტივობები 1 წლის განმავლობაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გააშუქოს. 57 დღეა მოქალაქეები ახალციხეში შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან და საპროტესტო აქციას მართავენ. მოქალაქეები კვლავ მზია ამაღლობელისა და სინდისის ყველა პატიმრის განთავისუფლებასა და ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. ეხლა კი ტრადიციულად გიტოვებთ ამბებს ოკეანის მიღმა. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV-G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე. ჩინეთში გამართული ყრილობა ქვეყნის ეკონომიკის სანდოობის სურათის გასავრცელებლად მკაცრი სცენარით გაწერილი შანსია. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა ვანგ უიმ ყურადღება შეერთებული შტატებისკენ მიმართა და ვაშინგტონს დაძაბულობის ზრდა და გლობალური ვაჭრობის დარღვევა დააბრალა. 行有不得，反求诸己。美国应该复盘一下。 როგორც ჩინური ანდაზა ამბობს, თუ ვინმეს ქმედება წარუმატებელია, მიზეზი მასშივე უნდა ეძებოთ. შეერთებულმა შტატებმა უნდა გადახედოს სინამდვილეში რა მოხდა. ტარიფები და სავაჭროებებით წელს რას მიაღწიეთ? 是上升了还是下降了？通膨是好转了还是恶化了？ ვანგმა ამერიკის ტარიფებს თვითნებური და უპასუხისმგებლო უწოდა. თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ ტრამპმა ჩინეთს ტარიფები მკვეთრად გაუზარდა. პეკინს ბრალს სდებს უსამართლო სავაჭრო პრაქტიკაში და ამერიკული მრეწველობისთვის საფრთხის შექმნაში. ის გლობალური ინსტიტუტებიდანაც გამოვიდა. ჩინეთმა მომენტით ისარგებლა და თავს საერთაშორისო თანამშრომლობის დამცველად წარმოაჩენს. 如果每个国家都强调本国优先，都迷信实力地位。 წარმოიდგინეთ ყველა ქვეყანამ საკუთარ პრიორიტეტებს რომ გაუსვას ხაზი და ძალითა და სტატუსით ეხელმძღვანელოს. სოფლიო ჯუნგლების კანონებამდე დაეცემა. 国际规则秩序将受到严重的冲击。
იმის მიუხედავად, რომ ვანგმა სტაბილურობისკენ მოუწოდა, მან ბევრად უფრო პატარა ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის მუქარები გაიმეორა. ბოლო თვეებში ჩინეთმა თვითმმართველობის მქონე კუნძულის სიახლოვეს სამხედრო წვრთნები გააფართოვა. მკაცრი გზავნილების მიუხედავად, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ჩინეთი ფრთხილად მოქმედებს. This is something that the Chinese authorities even up ეს ისეთი რამა არის მართვაც ჩინეთის ხელისუფლებას დღემდე უჭირდა, რადგან მეშვეული არიან სტაბილურ, კარგად ცნობილ სუბიექტებს და პროცედურებს, რომლის წინასწარ დაგეგმვაც შეუძლიათ. entities and operating procedures so that they can plan in advance. ეს გაურკვევლობა პეკინს მცირე მინიშნებას აძლევს, თუ მომავალში რა მოხდება. დაძაბულობის ზრდასთან ერთად ჩინეთმა უნდა გადაწყვიტოს თავი შეიკავოს, თუ კიდევ უფრო ძლიერი საპასუხო დარტყმა განახორციელოს. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთს ტარიფები რამდენჯერმე გაუზარდა და წინა საპრეზიდენტო ვადასთან შედარებით გააორმაგა კიდეც. იმპორტზე გადასახადის გაზრდის აუცილებლობაზე მან არაერთხელ ისაუბრა. სხვა ქვეყნები ტარიფებს ჩვენს წინააღმდეგ 10 წლეულებია იყენებენ. ახლა დადგა დრო ეს მეთოდი სხვების წინააღმდეგ ჩვენს გამოვიყენოთ. ჩინეთი კანადასთან და მექსიკასთან ერთად ამერიკის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია. İstehsalını və xidmətlərini əhatə edir. Rustavi şəhərində Inventin yeni filialında sizə aşağıdakı məhsullar təqdim olunur. Baytarlıq preparatları və biopreparatlar, heyvanlar və quşlar üçün kombinə edilmiş yemlər və konsentratlar, itlər və pişiklər üçün yüksək keyfiyyətli qida məhsulları, zooloji aksesuarlar, heyvanlara qulluq vasitələri. Invent baytarlıq sahəsində aparıcı şirkətdir. Rustavi filialına gələn müştərilərin heyvanlar üçün ən keyfiyyətli qida məhsulları, konsentratlar, preparatlar və aksesuarlar ala bilərlər. Rustavi filialı İstanbul bazarı ərazisində yerləşir.